go party. ბებიები ვიტკი გამოგვდის, მაგრამ ჩვენ დროს ასე არ იყო. 12 წლის ბავშვები ეზოში წრეში ბურთით ერთობოდნენ, ან ჯოკერს გამურვაზე თამაშობდნენ. დრო შეიცვალა და მცირეწლოვნების გართობის სტანდარტებიც გაცილებით თავისუფალი გახდა. მაგალითად, ამ უკანასკნელებიდან ვერცერთს ვერ აუხსნი იმას, რატომ გვიკვირს თინეიჯერებით გადაჭედილი ღამის კლუბის დანახვა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც გარეთ დედიკოები ელოდებიან. ცოტა ხნის წინ კლუბმა სენატმა რუსულ ჯგუფს კრეგს უმასპინძლა. სწორი მარკეტინგული გათვლა, რომ თინეიჯერების საყვარელი შემსრულებელი კლუბს გაავსებდა, გამართლდა. თუმცა საბავშვო ბაღის სიტუაციას არავინ ველოდით. ძალიან მინდოდა აქ მოსვლა ყოველთვის ის კონცერტზე დასწრება და ჩემ მეუღლეს საერთოდ არ მოსული, მაგრამ ისეთი საბავშვო ბაღია, რომ მარტო მე და ჩემი მეუღლე ვართ, მე მგონი ასაკობ და მე. ცხოვრებაში პირველად ვიგზენი, რომ გავიზარდე 100%-დან 80%-ს არ ვიცნობ. იმიტომ რომ რაღაცა პატარა ბავშვები რავი, აი ამათ ვიცნობ. ფაქტია, რომ კრეკმა თავი მსოფლიო დონის ვარსკვლავად იგრძნო. არ გგონია, რომელიმე ქვეყანაში ამდენმა ადამიანმა მათი სიმღერები ზეპირად იცოდეს. ბაგაბახში კი რამოდენიმე ზრდასრული შემთხვევით აღმოჩნდა. რა საკის ადამიანებშია პოპულარული? 16-17 წლის ასაკის ბავშვებში, ალბათ. შენ შემოპარული ხარ? იძლივ შემოვედი. რატომ სწონთ ესე ძალიან ეს რუსული რეპი? აი, არ ვიცი, ვერ გიპასუხა. მეგობრებთან ერთად ვარ, თორე ამის სიმღერა მარტო ერთი ვიცი YouTube-ზე ვნახე ისიც. მე მალე ველოდები, რომ ბურთი უნდა მომიტარო, წრეში ბურთი ვითამაშო ბავშვებთან ერთად. თინეიჯერების მასიური ისტერიის შემთხვევა სენატში პირველად დაფიქსირდა. ამის გამო კლუბის მესვაურებმა ერთგულ სტუმრებს ბოდიშიც კი მოუხადეს. იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო ღონისძიებაზე ჯერ კიდევ ნორჩს ვერ გაუპარსა ბიჭუნებს თვალს აღარ მოვკრავთ. და მშობლებიც მიხვდებიან, რომ კლუბში გართობა სჯობია გაკვეთილების სწავლაში დაეხმარონ. 18 წლის მერე ხომ მათ მაინც აღარავინ დაეკითხება ჭკუას.